პროექტი უცნობი კავკასია. Საომშვიდობის უცნობი კავკასია ეთერში დღეს ჩვენ განვაგრძობთ ოპოზიციური პოზიციების გარკვევას გადაცემის ფარგლებში. ჯონდი ბაღათურია და ზურაბ ნოღაიდელი იქნებიან ჩვენი დღევანდელი სტუდიის სტუმრები. მოგესალმებით, ბატონო ჯონდი. ოღონდ ცალ-ცალკე რეჟიმში ჩვენს მაყურებელს მსმენელს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე 388 ქართული დასის ლიდერი დიდი ხანია არ ყოფილა ჩვენ სტუდიაში. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს ძალიან ბევრი რამ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მისი მოსაზრებები. საპარლამენტო გარემომ არის ეს მოსაზრება, რომ თქვენზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ხშირად აღარ ისმის თქვენი ეს აღშფოთებული განცხადებები, როგორც იყო მანამდე თქვენი პარლამენტში შესვლამდე. რატომ ბატონო ჯონდი? არ ვიცი თქვენ რატო გეჩვენება ჩემი განცხადებების აღშფოთების დეფიციტი, თუმცა მე მიმაჩნია, რომ მე ვარ საკმაოდ ადეკვატური ობიექტური რეალობის მიმართ და არც ერთი მწვავე განცხადების თუ მოქმედების წინაშე არ დამიხევია უკან. მე მგონი, ასე რომ მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ვარ პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში, არ გავქცეულ ვარ ეპიცენტრიდან და სადღაც შორიდან, როცა ადვილია, სახელის შორიდან არ ვიძახი ჩემს საქმეს. მე შიგნით ვარ, თვალებში უყურებ ადამიანებს და თვალებში ვეუბნები სიმართლეს. მე მგონი თუ ვინმე ვერ ხედავს ამას და ვინმე არ ესმის, ეს მისი ასე იგი აღქმების პრობლემაა, უფრო ან არადევნეს თვალყურს, ან ესე იგი რაღაც გადაფარებული აქვს და ვერ ატყობს. ან თქვენს საქმიანობას უწოდებთ უფრო ადეკვატურს? უფრო ადეკვატურს უწოდებთ თქვენ საქმეს, ასეთია თქვენი თვით შეფასება. ამიტომ ბატონ ჯონდი, ადეკვატურს კი არა, მე ესე იგი არ გეთანხმები თქვენ, რომ სიმწვავე აკლია ჩემს გამოსვლას. არც ერთი მწვავე გამოსვლის წინაშე მე არ დამიხევია. უკან მე გეუბნებით ახლა მე მეკითხები და უე პასუხი უნდა გაგცეთ. კი ბატონო, და ასეთ თქვენ ასე მითხარით რომ მე არა თქვენ მითხარით რომ ადეკვატური ვარო მე და მე სწორედ აი ამას გავუსხაზე შემდეგ კითხვის. ასევე ეს არის საკმაოდ ადეკვატური ჩემი ანუ ადეკვატურად ვიქცევი როგორც არის შექმნილი მდგომარეობა არის სიმწვავე საჭირო არის რა თუ საქმეზე მიდგება და მუჟზე მიდგება ამაზეც უკან არ დავიხებ როცა საჭირო გახდება. რას იზავს ადეკვატური ოპოზიცია რომელიც პარლამენტშია 9 აპრილს? მე არ ვიცი ახლა ოპოზიცია ყველა სახელით ვერ ვილაპარაკებ, თუ მე მეკითხებით, ჯონდი ბაღათურია და ქართული დასი რას იზამს, ქართულმა დასმა და ჯონდი ბაღათურიამ დაუჭირა უკვე მხარი 9 აპრილის აქციას და მივიღეთ მონაწილეობას ამ აქციაში. მე ასევე მოუწოდე კიდე ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით, მოუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის აქტიურად მიიღონ ამ აქციაში მონაწილეობა, ეს არის მშვიდობიანი აქცია. ჩვენ ვიზიარებთ აქციის მოთხოვნას, პრეზიდენტის გადადგომას, ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები ამ აქციის, მაგრამ ხარც უჭერდა აქტიურად მივიღეთ მონაწილეობას თვითონ აქციაში. პარლამენტში ესე იგი გამოდის, რომ თქვენ ამ თემაზე მაინცსა და მაინც არავინ გესაუბრებათ. დანარჩენი ოპოზიციური ძალები და იმიტომ რომ თქვენ რაღაც აიცილეთ პასუხი რას იზავს საპარლამენტო ოპოზიცია ამ შემთხვევაში. რას იზავს გიორგი თარგამაძის, რას იზავს კიდევ თორთლაძე, რას იზავს ცაგარეიშვილი. არა მარტო ამ თემაზე, საერთოდ ჩემი და უმცირესობის ურთიერთობა საკმაოდ როგორ გითხრათ, მაქსიმალურად მინდა რბილად თქვა და ადეკვატურად ასევე საკმაოდ რთულია. ჩვენ გვიჭირს პრაქტიკულად ვერ შევთანხმდით თითქმის ვერცერთ მნიშვნელოვან საკითხს. ამიტომ მით უმეტეს ამ საკითხზე ჩვენ სტრატეგიულ დიამეტრალურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. სიმართლე გითხრა, არც გქონია ლაპარაკი, მაგრამ თავიდანვე როცა 9 აპრილი გაჟღერდა და ზოგადად სხვადასხვა საკითხების მიმართ, აი ამ საკითხთან უშუალო კავშირში რო არის ეს საკითხების მიმართ, ისეთი პოზიციები აქვს, მე ჩავთვალე, არც კი აქვს აზრის ლაპარაკს 9 აპრილთან დაკავშირებით. ბოლოს როდის რა თემაზე ესაუბრებთ მათ? თუ გაიხსენებთ ბოლოს როდის რა თემაზე ესაუბრებთ? მაინტერესებს თანამშრომლობის ფორმატი თუ არსებობს რაიმე ფორმატი. კორიდორში თუ ტელეფონში თუ დარბაზში ვესალმებ ყველას ამას გამარჯობა. არა, მისალმება არა, როდის ესაუბრეთ, მიესალმეთ არ მეკითხავს, როდის ესაუბრეთ მათ. ბოლოს დიალოგი იყო, როცა მე ხაჩიზის იმპიჩმენტის პროცედურა წამოვიწყე და ვთხოვე უმცირესობას რომ ხელი მოეწერათ იმპიჩმენტის პროცედურისთვის. იცით, პასუხი ესეთი მივიღე, საკმაოდ ნორმალური, რო შესრულებული იყო ეს, რომ ესე იგი, მოდი ჩვენ ნახავთ იმ ფირს, ჩანაწერს და მერე მოგიწერთ ხელს, მე გაუგზავნე ფირი, მერე პარლამენტის დარბაზში გავაკეთე განცხადება და ღიად ვიტყვი, რომ ესე იგი, საჯაროდ უფრო გაუჭირდება თქო ჩავთვალე და განსაკუთრებით ქრისტიან-დემოკრატიის ეკლესიის საკითხი მათთვის ყოველ შემთხვევაში დეკლარირებულად მნიშვნელოვანია. და იქ მიპასუხეს ესეთი რამ, რომ ასევე ესე იგი მისაღები იყო, რომ მოდი მოვიწვიოთ, ისე არ მივიღოთ გადაწყვეტილება და ამ კაცსაც ვათქმევინოთ თავისი სიმართლე და ეხლა მე ვთქვი პროკურორს კი იწვევს და ალაპარაკებს არა ადამიანს და კი ბატონო მოვიწვევთ, მაგრამ მე უარი
ასე არ შედგა. ეს არ შედგა. ან თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რომ ნდობა თანდათან კლებულობს თქვენსა და დანარჩენ არასაპარლამენტო ძალებს შორის. როგორ? დანარჩენ არასაპარლამენტო ოპოზიციის შორის და თქვენ შორის. აი, სულ რამდენიმე ადამიანის შორის არასაპარლამენტო საპარლამენტო. ბოდიში, საპარლამენტო თქვენს კოლეგაში. საპარლამენტო უმცირესობა და ჩემ შორის. ნდობა განსაკუთრებული არასდროს არ ყოფილა. ჩვენ რაღაც საკითხებზე ვახერხებდით დიალოგს, მაგალითად ქონდა აი ამინისტიაზე მოვახერხეთ რომ ერთობლივი პოზიცია ჩამოგვაყალიბებია, მოვახერხეთ რომ ასე იგი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე ეს ეხებოდა არასაპარლამენტო პარტიებისთვის დაფინანსების ჩამორთმევას და ერთობლივი პოზიციაში ანუ ეს იყო ამ ასეთი თანამშრომლობის ფრაგმენტები და შედეგებიც მე მაყოფილი არა ვარ ხო შეიძლება მეტი გვინდოდა მაგრამ შედეგებიც გარკვეულწილად იყო რა აღუდგა თქვა დაფინანსება არასაპარლამენტო ოპოზიციას და ამინისტიასთან დაკავშირებითაც მე შემიძლია თქვა რომ ну გარკვეული შედეგი დაიდო რა რატომ ხდება ესე ბატონო ჯონდი თქვენ გაქვთ ეჭვი რომ ისინი რაღაც სხვა ფორმატში თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან რამე საბუთებს არასერიოზულად მიმაჩნია მე ესეთი ეჭვების და მე ამ ეჭვების პედალირება საინფორმაციო ველში ის იმასთან შეკრულია და იმასთან თამაშობს და აი ეს არ ჭრის უბრალოდ ადამიანები უყურებენ სწორ პოზიციონირებას პოლიტიკოსების ანუ საკითხების მიმართ სწორ პოზიციას და სწორ გაბედულ შეფასებებს და უფრო კონკრეტული უნდა იყოს გასაგები უნდა იყოს მოსახლეობისათვის. თუმცა ადამიანებს სხვა რამესაც უყურებენ ძალიან ბევრს ბატონო ჯონდი ძალიან ბევრ რამეს უყურებენ და აფასებენ და ძალიან ხშირად თქვენს მიმართაც არის ხოლმე ბევრი კითხვის ნიშანი დღემდე ჩნდება რატომ შევიდა ჯონდი ბაღათურია პარლამენტში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს დღემდე ვისაც კიდე ეს შეკითხვა აქვს მიმაჩნია ეს უკიდურესად არასერიოზულია მე არ ვაპირებ ასეთ არ თქვენ არ მოგწინდათ ასე საკითხებზე ლაპარაკი? არა იცით თქვენ ისე პოლიტიკაში ხართ თქვენ აპირებთ კიდევ რომ მიიღოთ მონაწილეობა ქუჩის აქციებში თქვენ უნდა გენდოთ საზოგადოება ამიტომ თქვენ უნდა იმდენჯერ კი არ ვარ ვალდებული ვიღაცა აიკვიატებს რამდენიმე პოლიტიკოსმა აიკვიატა და იცი რატო აიკვიატა ძალიან ამ პოლიტიკოსების შეიძლება თქვენ პასუხები არ არის დამოკმაყოფილებელი ამ თვალსაზრისით და ამიტომაც ისმება ეს კითხვა კიდევ და არა იქნება პოლიტიკოსები უბრალოდ სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავენ თავის შეცდომას და ეხლა აკვიატებულად იძახიან რომ აი ისე რა კაი ბიჭია მაგრამ არ უნდა შესულიყო პარლამენტში აიკვიატეს ჯონდი ბაღათურია მაინცა და მაინც არა პარლამენტში შესვლა არ შეცვლის საკითხი ეს იყო მნიშვნელოვანი შეცდომა თქვენ ნახეთ როცა პრეზიდენტი ასე იგი პრეზიდენტად თვითწოდებული სააკაშვილი მობრძანდა პარლამენტში თქვენ ნახეთ რა მნიშვნელობა ქონდა ერთი დეპუტატის იქ ყოფნას მე რეგლამენტით მეკუთვნოდა 5 წუთი ესე იგი ხელისუფლება იკადრა ანუ წავიდა ისეთ რაღაცაზე რაც ძალიან წამგებიანი იყო მათთვის იქ ესწრებოდა მთელი საერთაშორისო რა ვიცი აი საელჩოები ნუ მთელი მსოფლიო ამას უყურებდა და დეპუტატს ბიურო მიიღო გადაწყვეტილება რომ მე ჯონდი ბაღათურიამ შევაგროვო პარლამენტის დარბაზში ხელმოწერები იმისთვის რომ წარმოიდგინეთ ჩვენ რომ 14 ყოფილიყავდნენ ეს მე სასაცილოდ მეჩვენება ძალიან წუხარ მაქსიმალურად ვცდილობ რომ არ გავცე ესეთი აგრესიული პასუხი ჩემ კოლეგებს იმ ნაწილში როდესაც კიდე პარლამენტში შემოსვლას მე ხო არ ვაკიდიკებ და ერთხელ მაინც თქვენ გაგიგიათ და ხო შემიძლია მე ვიკითხო რომ ისი რა დავაყენო პრეტენზიი თქვენ რატო მიატოვეთ თქვენ რატო არ შემოხვიდეთ იქ რატო არ იბრძვით სადაც ეხლა რეალური ბრძოლა მიდის მათ აქვთ პასუხი უფრო გარკვეული ამასთან დაკავშირებით პასუხები ყველას აქვს რომ იქ არჩევნები იყო ძალიან დიდ დოზით გაყალბებული და არ შევიდნენ პარლამენტში პასუხი აქვს იმასაც ვინც ცდება და პასუხი აქვს იმასაც ვინც მართალია მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ უფრო სწორად თქვენ ეხლა აბლაპარაკობთ სულ 2-3 პოლიტიკური სუბიექტის აზრს დაჩე მე მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს არასაპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილს და გაერთიანებული ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელიც არ შემოვიდა პარლამენტში. ჩვენ პარტნიორობთ, ჩვენ ერთად გეგმავთ ჩვენს პოლიტიკურ შემდეგსვლებს. თქვენ ლაპარაკობთ რამდენიმე ახირებული კაცის, ასე იგი, მოსაზრებას, რომელმაც რატომღაც ჩემთან ბრძოლა უფრო მეტ პრიორიტეტს ანიჭებს, ვიდრე ხელისუფლებასთან ბრძოლას. თქვენ ფიქრობთ, რომ პრიორიტეტი ხართ საბრძოლველად არასაპარლამენტო ოპოზიციის ბატონო ჯონდი? აბაბშენია როგორ არის, ესე იგი, ნუ განაზოგადებთ, ხო? ნუ განაზოგადებთ. რატომ არასაპარლამენტო ოპოზიციაში? მაშინ მითხარით, რომლისთვის ვინ შეგიქმნათ ეს იმიჯი ბატონ ჯონდი, რომ თქვენ რომ ნაკლებად ეთანამშრომლეთ ოპოზიციასთან და გარკვეულწილად ნდობა დაიკარგა თქვენ. თქვენ რას აკეთებთ, ისინი, რომ აპრიორი აკეთებს შეფასებას და მე რომ მისვლა შეკითხვას, რომ აი თითქოს ეს თავისთავად ცნობილი აპრიორი ცნობილი ფაქტია, რომ ესეთი იმიჯი მაგრამ მე მისვლა შეკითხვას, რომ ვინ შეგიქმნათ ეს იმიჯი, მაქვს მე ეს იმიჯი? იცით რა ამას გამოხატავს რა თქმა უნდა საზოგადოება რომელიც იქნება ოპოზიციისკენ რომელიც მოგცემთ თქვენ ხმას გააჩნია რა ფორმატში გამოხვალთ უბრალოდ ამაზე საუბარი ძალიან ხშირად არის ძალიან დიდი დოზით რომ
ჯონდი ბაღათურია მას შემდეგ და დასმა, რაც მასი კანდიდატი შევიდა პარლამენტში დაკარგა ნდობა დანარჩენი ოპოზიციის. გაერთიანებული ოპოზიციის რომელთან ერთადაც ის იყო. კი ბატონო. არა, ეს არ არის სხვა რამე, ზუსტად ის არის. არა, განაზოგადებთ. მე გაერთიანებული ოპოზიციის ჩემი კოლეგების დიდ ნაწილთან მაქვს თანამშრომლობა, ჩვენ კონსულტაციებიც გვაქვს, ნუ ეხლა ყველასთან თითქმის. გარდა იმ ადამიანებისა, რომელმაც რაღაც აიკვიატეს და ვინ აიკვიატა თქვენს მაინტერესებს, ვინ მუშაობს თქვენი იმიჯის შელახვაზე, თქვენს მაინტერესებს, რომელი პოლიტიკური ძალაა განსაკუთრებულად დაინტერესებული ამით, რომ ჯონდი ბაღათურიაზე იმუშაო, ნუ არ ყოფითად. მე არ მიმაჩნია, რომ ეხლა ჩვენ უნდა ვიჭორიკნოთ. ისევე როგორც ჭორიკნობდა ზოგიერთი არა, თქვენ ამბობთ რაღაცას და თქვენს მაყურებელს აინტერესებს რა ხდება. ამბობთ რაღაცას, რომელიც არ არის. თქვენ დამისახელებაში ვინ ამბობს ამას? თქვენ ბრძანეთ ამ წუთში, თქვენ ბრძანეთ ამ წუთში. მე ვიცი, მაგრამ შეკითხოთ თქვენ სვამთ. თქვენ პასუხობთ ამბობენ, რომ გაერთიანებული ოპოზიციამ დააკარგა ნდობა. თქვენ უნდა თქვათ, ვინ ამბობს ამას? ვინ დააკარგა შესმენ ნდობა? ამას ამბობს. თქვენ მიგითხრათ, ან სად მოისმინეთ, რომ ვინ ამას განსაკუთრებული მოსმენა არ ჭირდებოდა. გაერთიანებული ოპოზიციის შემავალი ყველა. თქვენაც ამბობთ? გაერთიანებულ ოპოზიციაში შესული აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია, იქნებოდა ეს ლევან გაჩეჩილაძის ფრთა, იქნებოდა ეს კონსერვატორები, სახალხო პარტია, რესპუბლიკელებიც, ახალი მემარჯვენეები, უბრალოდ რესპუბლიკელებიც ალგე იყვნენ, რა თქმა უნდა, ბოლო არჩევნების დროს, როდესაც თქვენ გაემიჯნეთ გაერთიანებულ ოპოზიციას, თუმცა ისინი აქტიურად ამბობდნენ, რომ ის პოზიცია, რომელიც თქვენ გამოხატეთ პარლამენტში შესვლით, იყო ძალიან არასწორი და ძალიან პროსახელისუფლებო და მუშაობდა სწორედ იმ მიმართულებით, რაც აწყობდა პრეზიდენტ სააკაშვილს. ისე იგი ეს არ გაგიგიათ ბატონო ჯონდი? პირველად გესმით. ჩამოთვალეთ ყველა სალსაკე გავსუპარ. რა შეიძლება ახალ მემარჯვენეებს, როდესაც ჩვენ ყველა ერთად, ესე იგი, ფიქრობდით, შევსულიყავით თუ არა პარლამენტში, ჩვენი სულ მე მაქვს ეს სხვათა შორის ჩანაწერით შემიძლია. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ დათო გამყრელიძე, ახალი მემარჯვენეების პარტიის თავმჯდომარე, აწარმოებდა დიალოგს. ეხლა უკვე იძულებული ვარ დავასახელო ამერიკის ელჩი სტეპტის ყოველ შემთხვევაში მე ასე გამიმარტეს შემდგომში მე არ ვასახელებ უბრალოდ რადგან უცხოელი შუამავლობით ხელისუფლებასთან თუ ხელისუფლება ჩაშლიდა მარნეულის ოლქს და ჩვენ დაგვიმატებდნენ 8 მანდატს აქედან 4 მანდატი იქნებოდა მემარჯვენეების ასეთ შემთხვევაში ისინი შემოვიდოდნენ ასე იგი პარლამენტში ამიტომ როცა მე ასეთ ამას ახალი მემარჯვენეების პასუხი ჭირდება აუცილებლად ამას ახალი მემარჯვენეების პასუხი იყო ეს იყო ღია განცხადება ახალი მემარჯვენეების ღია განცხადება იყო, რომელიც როცა მე მყისიერად რეაგირება მივეცი და გავაკრიტიკეს მოსაზრება და ამას ვერ ვარყოფენ. და ამის გამო ნინო. რესპუბლიკელებს ხშირად ამბობენ ბატონ ლევან ბერძენიშვილი ამბობს ხოლმე ხშირად რომ 10 ჯონდი მივიღეთო პარლამენტში. ბერძენიშვილი ბევრ ამას ლაპარაკობს. სათავშორი მინდა გითხრათ რომ ბერძენიშვილი იმაზე მეც ლაპარაკობს, ვიდრე აქვს ამის ლაპარაკის უფლება. უფლება ყველაფრის აქვს ბატონო ჯონდი, თქვენც ასევე ისე როგორც მას. ყველას აქვს იმდენის თქმის უფლება, იმდენად რომ ძალიან არ გაცდეს სინამდვილეს. რაც შეეხება რესპუბლიკელებს. რესპუბლიკურმა პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი. ისეთ ხო? ამიტომ რა მორალური უფლებით ლაპარაკობენ ისინი, ვთქვათ, პარტიამ რომელმაც გადალახა ბარიერი, არ უნდა შესულიყო პარლამენტში. რა მორალური მოსაზრებაა ეს მათი მორალი მოსაზრებებს გამოთქმას განსაკუთრებული არ ჭირდება. მოსაზრება ერთია, მაგრამ აკვიატება და კრიტიკა მეორეა. შეიძლება მოსაზრება გამოთქვა, აი მეც ახლა მოსაზრებას გამოთქვა, რომ არის სწორი ჩემი კოლეგების საქციელი, ანუ ნაბიჯ გადაწყვეტილება, ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება პარლამენტში არ შემოსვლას დაკავშირებით. მოსაზრება შეიძლება საკამათო იყოს ჩემიც და ჩემი კოლეგების, მაგრამ როცა ამ მოსაზრების გამოთქვას მე მოყვება, რომ 10 ჯონდი მივიღეთ და 15 ლევანი მივიღეთ ბერძენიშვილი თუ 35 ვინმე სხვა, რომელსაც თვალები აქვს დაჭყეტილი და ყურები დაწყვეტილი და ოღონდ რაიმე თქვას ვინმეზე ცუდ და მე სხვა არაფერი არა აქვს, ეხლა ამას ბერძენიშვილზე არ გულისხმობ ამას. ჩვენ გადავდივართ იმ საზღვრებს, რომელიც კორექტულობის, დაშვებულობის, რაღაც როგორი ღირსების საზღვრებს გადავდივართ ჭორაობის მოედანზე. ამიტომ მე ჭორიკნობის მოედანზე შესვლას არ ვაპირებ, არც ერთხელ არ გავყევი თქვენ ნახეთ, თვეების განმავლობაში სულ 2-3 კაცი. 2-3 კაცი, რომლის ღირსებაზე მე ხმამაღლა არ დავიწყებ ლაპარაკს, იმიტომ რომ ძალიან სული შეხედულება მაქვს, ლაპარაკობდა ამ საკითხებზე. ეხლა ნინო ყველამ დაამთავრა ამ საკითხზე ლაპარაკი. ეხლა თქვენ ისევ წამოჭერეთ. არა, რატომ წამოჭერეთ? იცით რატომ წამოჭერეთ ბატონ ჯონდი? თქვენ გაქვთ პრეტენზია რომ შევერთდეთ 9 აპრილს და იქ ისევ დაიკავოთ
ამბიციაც, სურვილიც და ვფიქრობთ, რომ შეიძლება შევერთდეთ ისევ აქციას და ისევ იმ ადამიანებთან ერთად დადგეთ, რომლებიც თვლიან, რომ თქვენ რაღაც ეტაპზე მათი პოზიცია მოდით კორექტულად თქვათ, არ გაიზიარეთ, ზოგი თვლის, რომ მათ უღალატეთ. Როგორ ფიქრობთ, ნდობის ხარისხი თქვენ მიმართ იქნება იმ დოზის, რომ თქვენ შევერთდეთ ამ არა, ბატონ ჯონდი, მე კითხვას გისვამთ. საქმეზე სალაპარაკო, კითხვას როცა სვამთ. კი ბატონ, თქვენ გაქვთ უფლება, რომ ეს უნდა თქვა, ზოგი თვლის რას ნიშნავს? ეხლა მე რო თქვენ ესე გიპასუხოთ. ამაზე ის რომ ისი რა რა თქმა უნდა დიდი ხანია გისურვდა პირად ურთიერთობა და არ მაგრამ ნინო იცი რა ზოგი თვლის რომ თქვენ ეხლა აი ესეთი სიმწვავე შემოგაქვთ ეთერში იმიტომ რომ ოპოზიციაში განხეთქილება შემოი ზოგი თვლის თქვენ ხომ კი ბატონო თქვენ ზოგი არა მე არ მაქვს ეს შეკითხვა ზოგს აქვს უფლება რომ შეათვალოს ის რისი ჩათვლის სურვილიც აქვს კონკრეტულ მომენტში ერთია მაგრამ ეხლა როცა ასეთ პოპულარულ გადაცემაში ლაპარაკობ რომ ამბობენ და სადღაც ყური მოვკარი და ვიღაცა ლაპარაკობს. არა, ყური მოვკარი არ არის ბატონ ჯონდი, ეს არის ძალიან გავრცელებული მოსაზრება. თქვენ ეტყობა გიჭირთ რა თქმა უნდა, მე მესმის რომ არ არის სასურველი მოსაზრება თქვენთვის მოსასმენი. თქვენ მიგიღებენ, თქვენ გაქვთ კონსულტაციები არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. არასაპარლამენტოსთან მაქვს დიახ. ნდობა თქვენ შორის არსებობს? მე მაგალითად ჩემს მიმართ არსებობს ჩემი კოლეგების ნაწილის ნდობა და მეც მაქვს ნაწილის მიმართ ნდობა. ნაწილის მიმართ პირდაპირ გეტყვით, არა მაქვს რამდენიმე სუბიექტი არის, რომელსაც პირდაპირ გეუბნებით არ ვენდობი. არ ვენდობი, იმიტომ რომ ძალიან საერთოდ მოიქცა ზოგიერთ შემთხვევებში. შესაძლოა ამეთ საფუძველიც უბრალოდ შეცდომამ დაუდო და არა რამე რეალურმა, მაგრამ მე ხო არ კადრულობ და თქვენ გაგიგია თქვენ რომ ასე მეთქოს მიმეს რომ აი ეს საერთო კაცე თუ რაღაცა აი მაგალითად კონსერვატორები გაკრიტიკებდნენ ჩემთან სტუდიაში სულ რამდენიმე დღის წინ კახაკუკავა გახსენებდათ იცით რა კონსერვატორები არიან ერთ-ერთი იმ ძალათაგანი რომლებიც არა რა თქმა უნდა ლიდერი ამ აქციის 9 აპრილის აქციის ისიც იქნება სხვებთან ერთად კარგია კი აი თქვენს მიმართ ნდობა რამდენად იქნება რომ თქვენ ისევ აფრიალოთ ქართული დასის დროშები და შევერთდეთ ამ აქციას ამას გეკითხეთ თქვენ კი ნუ მიბრაზდებით ბატონ ჩემს მიმართ ნდობა კახაკუკავას ლევან გაჩეჩილაძეს ეკა ბესელიას და ყველას ვინც ამ აქციას გითხოთ ვის როგორ აქვს თქვენ რას გრძნობთ თქო მე მაინტერესებს ბატონო რახან გეკითხებით თქვენ ეს მაინტერესებს ამას გეკითხებით ესე იგი ისე პირდაპირ უნდა მიხვიდეთ თუ წინასწარი კონსულტაციები გაქვთ ვარ ესე იგი ჩემი ვთქვათ არც შინაგანი ენერგია და ყურადღება არ არის მობილიზებული იმაზე რომ კუკავასგან რამე ვიგრძნო მინდა გითხრათ მე იმპულსები ოპოზიციისგან რომელსაც აპირებთ რომ შევერთდეთ ბატონო ჯონდი მე არ მინდა რომ თქვენ გაგაბრაზოთ არ არის ჩემი ფუნქცია მე არა თქვენ მიბრაზდებით ახლა მე მინდა რომ თქვენ მოგვახსენოთ თქვენი პოზიციები სად იყო მას სინამდვილე აი თქვენ ეს კითხვები სწორედ იმიტომ გესმებათ რომ ამ კითხვების პასუხებში ჩადოთ ის რაც თქვენ გსურთ ანუ თქვენ გამცეთ პასუხი კითხვებზე რომელზეც არსებობდა თქვენს მიმართ კითხვები უნდა იყოს კონკრეტული. კონკრეტული რა გაინტერესებს? ამბობენ და მე ამბობენ კახაკუკავა მაგალითად კონსერვატორები, ლევან ბერძენიშვილი კონსერვატორები, რესპუბლიკელები, სახალხო პარტიაც მაინცა და მაინც თქვენს მიმართ დიდ ნდობას ვერ იჩენს მაშინ. კობადაუშვილი არ გაგიგიათ ბატონ ჯონდი. კობადაუშვილი სხვა პარტია, სხვა სახელი. უკაცრავად ხალხის პარტია ბოდის გიხდით. ეხლა მეტი შეცდომა თუ არ იქნება ამ ეთერში, იმედი ამერც მაპატიებ. ასე რომ ეხლა მე ციტატებით შეერაღებული რა თქმა უნდა მათი არ ვარ. რას მეუბნებთ ამ შეკითხვა რა შემდგომარეობს? შეკითხვა ვერ გაიგეთ თელი გადაცემის გამო. ესე იგი ეხლა ჩამოვიდა კუკავა, ბერძენიშვილი და კობადავითაშვილი და რას თვლიან? ოპოზიცია. დიახ. თქვენ ოპოზიცია არა. კუკავა, ბერძენიშვილი და დავითაშვილი. კი ბატონო, ესენი არიან ლიდერები. წარმოადგენენ კონკრეტულ პარტიებს. მართლა სერიოზული ლიდერია ჯერ ერთი მინდა გითხრათ. ოპოზიციაში და კუკავაც ერთ-ერთი ლიდერია. ერთ-ერთი ჩვენი თანამებრძოლია, რომლის მიმართაც მე ჩემი შეხედულებები მაქვს, მაგრამ ჩემი შეხედულებების არის პოზიტიურიც და უარყოფითიც, მაგრამ ჩემი შეხედულებების უარყოფითი ნაწილი კარგით, მოდი მაშინ გითხავთ. კარგით, მაშინ გითხავთ იმ კითხვას, რომელიც გამოთქმა არ შემიძლია. იმიტომ რომ უბრალოდ დღეს მიმაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი ერთიანობა არის, ნინო. ჩვენ საერთო უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე განსხვავებები. დაკვირდით, მოდი თქვათ, ავიღოთ განსხვავება. ჩემი და კუკავას და ბერძენიშვილის და დავითაშვილის შეხედულებებს შორის. ეს სამი პიროვნება ნამდვილად გამოირჩევა ამ აზრის მიმართ გარკვეული ახირებით, რომ ესე იგი მაინდა-მაინც არ უნდა შესულიყო. თქვენ ახლა საუბრობთ ერთიანობაზე საუბრობთ, ხო, რომ აუცილებელია ერთიანობა ოპოზიციის. არა, მე რას ვლაპარაკობ, ნახეთ. განსხვავება რა არის, თქვათ. ჩამოთვალოთ, ერთი საკითხი მნიშვნელოვანი, ყველაზე მწვავე, რომ პარლამენტში არ უნდა შესულიყავთ. ხო, სწორია. შეიძლება იყოს კიდე რამდენიმე საკითხი, თქვათ, სოციალურ პოლიტიკა როგორ უნდა იყოს. თავარი ეს თემაა, თავარი თემა, რამაც ნდობა დააკარგინა. ეს ყველაზე მეტია, ხო? და ჩვენ საერთო სამშობლო გვაქვს. კი ბატონო, მაგრამ ჩვენი ყავით ბატონ ჯონდი ის პოლიტიკოსი, რომელიც კი ბატონო. ჩვენ საერთო გვაქვს ქართული ენა, მამული, სარწმუნოება და ჩვენ
რაზე უნდა ვიფიქროთ ეხლა რომ განსხვავებაზე, რომელიც ნახეთ როგორ ბრიყულაჭხეს, რომ უნდა შესულიყავი თუ არ უნდა შესულიყავი პარლამენტში. აქვს არგუმენტები. არის ლოგიკა იმაშიც, რასაც ჩემი კოლეგები ამბობენ. თავიდანვე იყო ამაში ლოგიკა, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებად იმაში ის რაც მე გავაკეთე. გამიგეთ? ეხლა ამის გამო ლანძღვა დაიწყო კაცის უკვე არასწორი საქციელია. ან ასე იგი, როგორ გითხრათ რა, ინტელექტუალური შეცდომაა, ან ცოტა უფრო ცუდი რამეს მაჩვენებელია. ან ესე იგი რაღაც ცდილობაა გარკვეული ხელოვნური დაპირისპირების. მე უფრო მიმაჩნია რომ ჩემს ამ სამ კოლეგას, ლევან ბერძენიშვილს, კუკავას და დავითაშვილს უფრო აქვთ როგორ გითხრათ ემოციური განწყობა. არა ეს მე მხოლოდ სამი ადამიანი დაგისახელეთ უბრალოდ თუმცა ეს ვრცელდება მათ პარტიებზე ბუნებრივია ბატონ ჯონდი. როგორ მათ პარტიებზე ვრცელდება როცა ისინი საუბრობენ ისინი წარმოადგენენ პარტიებს. ისინი წარმოადგენენ იმ ალიანსებს თუ გაერთიანებებს რომელშიც ისინი შედიან. შესაბამისად ეს არის იმ ალიანსების და გაერთიანებების მოსაზრებები მეტაკლებად რომელიც ისინი წარმოადგენენ. ანუ სამი ადამიანის ახირება ეხა თქვენ თვითონ ნუ აიხილებთ ამ სამ ადამიანს. თქვენ იცი რა არის? ნუ თქვენ არ მოგისმენთ ჩემი კოლეგების კერძო საუბარი, ასე რომ დავждებით, რომ ეს რა შეცდომა დაუშვით. არ მოგისმენთ ეს? ამბობენ ამას ბატონო ჯონდი. ეს ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, ძალიან მოგიყევით ამას თუ შეიძლება, ვინ ამბობს ამას? არა, მე არ მაქვს პირადი საუბარი. კი ბატონო. არის პირადი საუბარი, მე არ მაქვს უფლება ვინ ლაპარაკობს. ბევრი ამბობს, ეს მაინც გითხარით. საკმაოდ ძლიერი ლიდერები. საკმაოდ ძლიერი ლიდერები, ისეთი ლიდერები თითოეული 3 და 4-ს რო გადაწონის ისეთი ლიდერები, მიიჩნევენ რომ ეს ხო მნიშვნელოვანი შეცდომა ჩვენი მხრიდან. თქვენ უბრალოდ კიდე ერთხელ წარმოიდგინეთ, ჩვენ ახლა აქ 14-ნი ყოფილიყავით. ჯერ მარტო თითოს ხდომაზე 14 გამოსვლა თქვენ ესე იგი წარმოიდგინეთ, ესე იგი 14 სპიკერი ნაციონალებს არ ყავთ. ისინი ეძებნათ ისე ჩამოსათვლელი იყავთ, ვინც ყავდათ სპიკერები, რომლებიც გამოდიოდნენ მიკროფონთან ან დარბაზში ან ეთერებში მოდიოდნენ, როგორ გითხრათ, სიტყვა გაფუჭდა არ მინდა, ანუ წამგებიანები გახდნენ. გამიგეთ? ამიტომ ამის მნიშვნელოვანი დეფიციტი ექდა. ეხლა წარმოიდგინეთ 14 ლეგენდარული პოლიტიკოსი რო იქ ყოფილიყო. ჩემ გარდა კიდევ 14-ვე ჩემზე უფრო გამოცდილი, ჩემზე უფრო კარგი ორატორი, ჩემზე უფრო კულუარულ პოლიტიკის, ანუ რეალური პოლიტიკის კაშით შეხედული ადამიანი. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი, უფრო წარმატებული ნაბიჯები გვექნება. გარწმუნებთ, აგვისტოს ომის წამოწყების თავი და აგვისტოს ომში პროვოკაციებში გახვევის თავი არავის არ ექნებოდა. იმიტომ რომ პრობლემა, კოკოითიკა პრობლემა ჩვენ ვეყოლებოდით. ჩვენ ვეყოლებოდით პარლამენტში. მთელი ენერგია ხელისუფლების იმაზე კი არ იქნებოდა მიმართული როგორ ეცუნდრუკათ იქ და როგორ წამოგებულიყენ იმ პროვოკაციაზე. არამედ მთელი ენერგია მიმართული იქნებოდა იმაზე, როგორმე ჩვენგან თავდაცვაში როგორ უნდა ყოფილიყვნენ. და მე კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, ამ 14-ს ექნებოდა გაცილებით მეტი მიზიდულობა შიგნით პარლამენტში, ვიდრე ეს აქვს ერთ ჯონდი ბაღათურიას, მეთანხმებით ამაში? და ეს მიზიდულობა, ნუ ახლა როგორ არ მეთანხმებით, 14-ს უფრო მეტი ექნებოდა თუ ერთს. ეს სადაო თემაა ბატონო ჯონდი, მე იმის არ ვარ აქ რომ მან დაგეთანხმოთ ან არ დაგეთანხმოთ, მე გითხრით თქვენ გამოწვევით. პარლამენტში ვინ უფრო 14-ს უფრო მეტი ძალა ექნებოდა თუ ერთს მე? რა თქმა უნდა, თუმცა პარლამენტს გარეთაც 14-ის 13-ს ნაკლები ძალა აქვს, ვიდრე 14 შეიძლება ამლოთ, იმიტომ რომ თქვენ ბრძანებით ენამამული სარწმუნოება დღეს ერთი გვაქვს, როდესაც თქვენ ოპოზიციას გაემიჯნეთ, მაშინაც ერთი გქონდათ ენამამული და სარწმუნოება ოპოზიციასთან. რას? ძალიან საეჭვო ფრაზებს ხმარ. რას მოგეცდა? როცა თქვენ ოპოზიციას გაემიჯნეთ. მე ხლა თქვენ ცეკვის მასწავლებელი ხო არა ვარ. მე ხო ხვდები ესეთი აპრიორი, როგორ შეიძლება ესეთი ფრაზები? ბატონ ჯონდი, აბა რა ქენით თქვენ, როდესაც ოპოზიცია ის გაერთიანება, ეხლა აგიხსნით, ის გაერთიანება, რომელიც ერთი გადაწყვეტილებით დარჩა პარლამენტს გარეთ და თქვენ ერთი ადამიანის შეხვედრით. წლებია გიცნობთ. კი ბატონო. მეც ხომ ვიცნობ. კი ბატონო. მე ხლა ამას ავკენკავ, ნახე როგორ მე რამდენად შეგამჩნიეთ. კითხვებს ვსვავ ბატონო ჯონდი. კითხვებს ვსვავ ბატონო ჯონდი. ჩვენ მოვედით აქ უნდა ვილაპარაკოთ ეთერში რაღაც პოზიტივზე ხო, რაღაც საქმეზე და თქვენ შეფასებს შეკითხვებს კერო შეფასებებს აკეთებთ. თქვენ არ გაემიჯნეთ ოპოზიციას ბატონ ჯონდი. არაობიექტურს მინდა გითხრათ. ბატონ ჯონდი, თქვენ არ გაემიჯნეთ არა ოპოზიციას. და არაკორექტულს ხოთა შორის. არაკორექტული ბატონ ჯონდი, რომელი ფრაზა იყო ჩემი არა. თქვენ ახლა ემიჯნებით ობიექტურობას, თქვენ ახლა ემიჯნებით ოპოზიციას. იმიტომ თქვენ ცდილობთ ოპოზიციასთან გამიჯნა. შემოიტანოთ, გააღვივოთ თემა, რომელზეც ჩვენ გქონდა კამათი ჩემ კოლეგებთან. მოდო გქონდა კამათი. ეხლა ჩვენ როცა გენერალური შეტევისთვის ვემზადებით 9 აპრილს ხელისუფლებას და როცა ჩვენ ძალიან გვჭირდება კონსოლიდაცია, როცა ჩვენ ძალიან გვჭირდება რომ დავივიწყოთ ის რაც განსხვავებები გქონდა და გავიხსენოთ ის რაც საერთო გვაქვს, ღმერთი და სამშობლო და ოჯახი და
ეს არ ქონდა თქო საერთო, როდესაც იშლებოდა ეს ოპოზიციური მთლიანობა. საზოგადოებაში ეს შეკითხვები ბატონ ჯონდი უკაცრავად არსებობს. საზოგადოებაში ეს შეკითხვები აქვს. რა თქმა უნდა, მაშინ დაიშალა ეს. ბატონო? არჩევნებში რატო უღებულობთ მონაწილეობას? როგორ რატო რას ვამბობდით თო არჩევნებში გონი იმიტომ რომ პარლამენტში უნდა შესულიყავით ხო? კი ბატონო, მაგრამ შემდეგ ერთიანი გადაწყვეტილება იყო ისეთი რომ მას შესულიყავით და თქვენ შეხვედით. თქვენ ძალიან ერთხელ მოისმინეთ ეს. ეხლა მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ რა. არ ვიტყვი რატომ? იმიტომ რომ ეს ჩემ თავზე მე არ უნდა ვილაპარაკო, მაგრამ გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ვიღაცამ უნდა გაიხსენოს ეხლა. რაღაც ისეთი საკითხები, რომ მე თავდაცვაში და რაღაც აი თავის მართლების თქვენ ახლა მე ძალიან სერიოზულ ბრალს მივდეთ ბატონ ჯონდი, იმიტომ რომ თქვენ იმ კითხვებს თავს აცილებთ, რაც კითხვები არსებობს საზოგადოებაში. დიდი მადლობა, მაგრამ თურმე პროვოცირებას ვეწევი, იმითი რომ გისვავთ შეკითხვებს. ძალიან გამიკეთე შეკითხვებს კი არ შეფასებებს აკეთებ. შეკითხვებს ვსვავ შეკითხვა არ არის იმას, რაც საზოგადოებაში არსებობს. ნახე როგორი რა გააკეთეთ ბატონ ჯონდი? შეკითხვა კი არ დასვით. ბრალდება ეს თქვენი საქციელია, რაც თქვენ გააკეთეთ ბატონ ჯონდი. თქვენ არ იღებთ იმაზე პასუხისმგებლობას, რაც გააკეთეთ. ვერ გაუძელით, თქვენ ვერ გაუძელით ჩემს ობიექტურ შეფასებას თქვენი დღევანდელი გადაცემაში მოხსენებთ. თქვენ ამ დროს არაობიექტურად როგორ ჟურნალისტი აპრიორი აკეთებს შეფასებას და მე ეს თქვენი შეფასება. თუმცა თქვენ ქონდათ დრო ნახევარი საათი იმისთვის. მე სერიოზული საქმე, ვისი ვაიმე სამშობლოში არ მიღალობ. თქვენ ქონდათ ნახევარი საათი ბატონ ჯონდი იმისთვის, რომ გეპასუხოთ შეკითხვებისთვის, რომელიც მე ბევრ შეკითხვას გავეცი პასუხი ძალიან კარგად. ეხლა მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ ეთერში ვთქვი. ეთერში ვთქვი. როდესაც დადგა საკითხი შესულიყავი თუ არა პარლამენტში, მე და ამერიკა ლევან გაჩეჩილაძე. მე ვიყავი სენაკიდან ბრუნდებოდი გზაში, ვიყავი და ამერიკას უნდა ჩამოხვიდე ჩვენ აქ რაღაცებს გეკვლათ. გზაში სადღაც რიკოს მიახლოებული ვიყავი ლევმა და ამერიკა, გრეჩი ხამ, რომელიც ჩემი მეგობარია და მითხარ რომ ესე იგი ჩვენ აქ ვიხრებით იმით, რომ არჩევნები არ ვცნოთ. არჩევნები იყო გაყალბებული, შედეგები არ ვცნოთ. ვთქვა ლევან ლოგიკურია, რა თქმა უნდა და მე საკითხი ვიხრები. ანუ მითანხმებს და მიხვდა რომ ბოლომდე ვერ ჩავწვდა და მითხრა რომ იცი რა ჩვენ აქ მივდივართ იქეთკენ რომ აი პარლამენტში შესვლა არ შესვლა საკითხი გადაწყვეტოთ და მე ვთქვა რომ ლევან ჩამოვალ გავაანალიზე ხელ ტელეფონით ვერ გეუბნები და გაგცემ პასუხი ძალიან მნიშვნელოვანი რადგან დასვით შეკითხვა უნდა იცოდეთ ამაზე პასუხი ეხლა ვინც ამას ისმენს შემდეგში როცა მე ჩამოვედი შევიკრიბეთ და დადგა საკითხი ესე იგი პარლამენტში შესულიყავი თუ არა და ყველამ გამოთქვა თავის მოსაზრება და მე გამოთქვი საკმაოდ რაციონალური მოსაზრება მე ვთქვი რომ ამას აზრი ექნება თუ პარლამენტში არავინ არ შევა ესე იგი ჩვენ გვინდოდა რატო გაჩნდა იდეა პარლამენტში არ შევს თუ ჩვენ როგორმე მოგვიხსნა დემონსტრირება ერთპარტიული პარლამენტის ამაზე შეთანხმების ლევანმა და დათო გამყრელიძემ განაცხადეს რომ მოდი კი ბატონო და რა გააკეთეთ ბატონო თქვენ ეს მოყევით უკვე არა ერთი წუთი თქვენ შეკითხვა დასვით და ეხლა გიცემთ კი ბატონო მაგრამ ძალიან მოგთავრობ ჩვენ უკვე ეთერში ძალიან მოკლედ ვითხარით და მაშინ დამასრულებინო შეკითხვა დასვით და დამასრულებინო მე სულსვავ ნახევარ საათი ერთი ვიკითხოთ და გააკეთეთ და გითხეთ რატო გაემიჯნეთ ოპოზიციას შეფასება იყო მაგრამ გიხსნით რატომ გავემიჯნო ოპოზიციას და გავემიჯნეთ თუ არა მე რაც სიმსმენელმა შეაფასოს გამყრელიძემ გააკეთა ესეთი განწყობილი მე და ლევანი შევხვდებით გიორგი თარგამაძეს და შალვა ნათელაშვილს და იმის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. შეხვდნენ, ახლა 15-ვე ხوار შეხვდებოდით. შეხვდნენ მოვიდნენ გამყრელიძემ გააკეთა ანგარიში, რომ ესე იგი გიორგი თარგამაძე ამბობს, ანუ ქრისტიანო პირდაპირ ამბობს, ჩვენ აუცილებლად შევდივართ და ასევე თქვა, რომ ესე იგი ლეიბორისტები ამბობენ, თუ ერთი პარტია შევიდა, მაშინ ჩვენ შევდივართ. მე ვთქვი, მაშინ ამას აზრი რა აქვს. ჩვენ ვერ ვყიდით ამ პროდუქტს საზღვარგარეთ, ჩვენ ეს გვინდოდა საზღვარგარეთ დემონსტრირება ერთპარტიული პარლამენტს, ანუ პარლამენტი იქნება სამპარტიული. მაინც როცა ესეთი აზრი გაჩნდა მე შევატყვი რომ ჩემი კოლეგები აქეთკენ მიდიოდნენ და ესეთი განცხადება გავაკეთე თუ არა დაგერალი ლევანი ხშირად გაქვთ ურთიერთობა გაჩეჩილაძესთან და კითხეთ მე ვთქვი რომ მე რადგან თქვენ მე მიმაჩნია რომ შეცდომა არ შესვლა პარლამენტში მაგრამ ჩემი კოლეგების ხათრით და ერთიანობის ხათრით მე მივიღებ იმ ნებისმიერ გადაწყვეტილებას რასაც ერთიანი გუნდი მიიღებს ამიტომ მე ვდგები გავდივარ ჩემ ხმას თქვენ გიტოვებთ გადაწყვიტეთ და მე აღარ შემითანხმოთ როგორც თქვენ გადაწყვიტავთ მე დავემორჩილებ იმ გადაწყვეტილებას ცუდი სიტყვა იყო მინდა თქვენი ცუდი სიტყვა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს იმ დღეს მე ლევანმა და ამერიკა მიდოდა ინგა გიგონია ძალიან შორს წაგვიყვანთ ბატონ ჯონდი ვასრულებ ზუსტად 1 წუთი მჭირდება ლევანმა და ამერიკა და მეუბნება რომ ინგასთან მივდივარ და მითხარი შენი გადაწყვეტილება მე ვთქარი ლევან იცი რა მე ველოდები ერთიან გადაწყვეტილებას ერთ ცალკე მიიღო ინდივიდუალურად ან თქვენ ბრძანებთ რომ ერთიან გადაწყვეტილება
მიღება ვერ მოხერხეთ თქვენ იძულებული იყავით რომ მიგებოთ თქვენი საკუთარი გასაგებია მოისმინა მაყურებელი ამას გეკითხებით ბატონ ჯონდი ამდენი ხანი ჯონდი ბაღათური ელოდება ჩვენს ერთიან გადაწყვეტილებას და არ იღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას რომელი უფრო სწორი იყო ინდივიდუალური ერთი ცალკე გახდა რომელი უფრო სწორი იყო რომელი უფრო სწორი იყო ამას შეაფასებს ჩვენი საზოგადოება რომელიც მოგცემ თმას ან არ მოგცემ შემდეგ არჩევნებში ვერ მიიღო გუნდმა ერთიანი გადაწყვეტილება და დაიშალა გუნდი ანუ მე გუნდიდან ასე გუნდის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება კი არ მივიღე. როცა დაიშალა გუნდი, მე თქვენი ინდივიდუალური მე მივიღე და ჩემი დიდი მადლობა შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილებას მაყურებელი ამორჩეველი რომელიც მოვა არჩევნებში. კი ის არ მომეწონა სტილი თქვენი საკმარის, მაგრამ ის რის გამოც ეხლა ესეთი შეკითხვები დაისვა ასეთი შეფასებებით ნაწილში. ის ამბავი ძალიან მომწონს, ისეც ვიცოდი, ესეთი მდგომარეობა იყო. ძალიან დიდი მადლობა. ეთერში მისივე შეფასებით, იმედი ამას არ მეტყვით, რომ არ გითქვათ, ეთერში იყო, ბატონ ჯონდი, არ მოვჭი ჩვენ გადაცემას. ერთ რაიმეს მოუწოდებ ყველა ჩემ კოლეგას. ჩვენ მესმის თუ კონკურენცია არის, შიგნით ოპოზიციურ ფლანგზე არის კონკურენცია. კი ბატონო, ეს ახალი თემაა, უკვე შემდეგ ეთერში ვისაუბროთ. შური რომელიმე თქვათ რომელიმე ჩვენი კოლეგის წარმატების მიმართ და მე რაღაც ისეთი რაღაცების პროვოცირება რომ ხშენ რაღაც თავი იმართლო და რაღაც ფაქტორი გავლენის ფაქტორი დაგისუსტო ეს არის შეცდომა დიდი მადლობა რაც მეტი ძლიერი გავლენის იქნება ჩვენ შორის ლიდერები მით უკეთესია ეს და ამას თუ ესენი გაიგებენ ასეთი გადაცემები საჭირო აღარ დარჩება ძალიან დიდი მადლობა ეთერში გავხდათ მისივე შეფასებით ლეგენდარული პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია კარგად ზანდებოდეთ მედია პროექტი უცნობი კავკასია. ეთერში უცნობი კავკასია სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონ ზურაბ ნოღაიდელია ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. მსმენელებს და ტელემაყურებლებს. რომელსაც მე შევახსენებ რომ შეუძლიათ დავუკავშირდნენ შეკითხვებით მოსაზრებით ტელეფონის ნომერზე 380 ბატონ ზურაბ ოპოზიციური გეგმები არის მრავალფეროვანი რომელს იზიარებთ? მე ვფიქრობ რომ ყველა გზა უნდა ვცადოთ ჩვენ ირაკლი ალასანიას მემარჯვენეების და რესპუბლიკელების ალიანსმა გადაწყვიტა რეფერენდუმის და შესაბამისად ალბათ უკვე ხვალიდან პლებისციტით წასვლა თუ ზეგიდან მე მგონი ეს გზაც უნდა ვცადოთ ოპოზიციის მეორე ნაწილმა დიდი აქცენტი გააკეთა უშუალოდ 9 აპრილზე ეს უნდა ვცადოთ ჩვენ ყოველ შემთხვევაში 9 აპრილშიც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და თქვათ პლებისციტში ასევე საჭირო იქნება ჩვენი მონაწილეობა, იმაშიც მივიღებთ მონაწილეობას აუცილებლად, იმავდროულად ჩვენ 9 აპრილამდე გვაქვს დაგეგმილი უკვე მთელი რიგი მოვლენები, მიტინგი ბათუმში, ჩვენი თანამოაზრე უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი თანამოაზრების, ასე ვთქვათ, გათავისუფლების მოთხოვნით და აქ უკვე პოლიტიკური ლოზუნგების გაჩნდება აუცილებლად, მე როგორც ვიცი და უბრალოდ ზუსტად ვიცი რომ 15 მარტს საზოგადოების წარმომადგენელი სამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ ასევე უკანონოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მიტინგის ჩატარებას ჩვენ იმაშიც მივიღებთ მონაწილეობას. ერთადერთი რისი მომხრეც არ ვარ რომ მოხდეს თქვა რაღაც ერთ-ერთი გზის საკრალიზაცია ან მეორე გზის დემონიზაცია, ასე ვთქვათ, რომელიმე ჩვენი მხრიდან ყველა მიმართულება ვცადოთ აუცილებლად, მაინც და მაინც იმას ნუ ვიტყვით რომ თქვა 9 აპრილია ესეთი თარიღი, რომელიც დღესაც ან ჩვენ უნდა ან ყველა მოუგდეთ, ან ყველა უნდა გადავრჩეთ, თქვა მივალ 9 აპრილში შეიძლება თქვა 9 აპრილს არ იყოს სრული მზადყოფნა საზოგადოების, შეიძლება ეს 15 აპრილი იყოს, შეიძლება 9 მაისი, შეიძლება ცოტათი უფრო გვიანი ვადა, ერთი რომ ნათელია რომ ხელისუფლება პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გარემოცვა, რომლის უგუნური და ლაჩრული მოქმედებების გამო ჩვენ ჯერ თავი ამოვყავით ომში, ხოლო შემდეგ წავაგეთ ეს ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, 50000 ტოლვილი მივიღეთ დამატებით, ასობით ჩვენი თანამოქალაქე ქართველი დაოსი დაიღუპა, ჩვენს თვალწინ ინგრევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, არ იმართება ჩვენი ქვეყანა საერთოდ, ის რაც ჩვენ ვნახეთ რამოდენიმე დღის წინ იმედის ვითომ გაყიდვისას, ასე ვთქვათ, ჯოზეფ კეისგან რაკინზე ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთხელ დავწმუნდით უფრო სწორად იმას, რაზეც აზრიც იყო საუბარი, რომ ასეულობით მილიონი დოლარი გააკეთა სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ იარაღის შესყიდვაზე, ეს უკვე საერთოდ ღალატია და შესაბამისად ამ უგუნურ ლაჩარდა მოღალატე სააკაშვილს და მის გარემოცვას არ არის არც მორალური და არც პრაქტიკული უფლება ხელისუფლებაში დარჩენის არ აქვს და ჩვენ ესენი აუცილებლად ხელისუფლებით უნდა გავაცილოთ. ბატონ ზურაბ, საკრალიზაცია რიცხვების რაღაც მიმართულებების მაინც ხდება. იმიტომ რომ 9 აპრილს გარკვეული ძალები, გაერთიანებული ოპოზიცია გეგმავს რომ დაიწყოს და როგორც ისინი ამბობენ, მათივე ციტირებით დაასრულოს. ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ თუ მიიღოთ მონაწილეობას 9 აპრილის აქციაში, როგორ ფიქრობთ ეს როგორ უნდა მოხერხდეს? რა თქმა უნდა, გავთავალოთ კონსულტაციას. დაწყება და დამთავრება.
ხო და სწორედ მაგაშია საქმე, რომ მე როგორც ვიცი, მათ შორის თქვათ ამ პროექტის ასე დავარქვათ ამას ინიციატორებისგან, რომ 9 აპრილი მხოლოდ დასაწყისი არა დასასრული და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მათ ამაზე უფრო მკაფიო განმარტება გააკეთონ საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ მეც ზუსტად ისე აღვიქვი, როგორც თქვენც აღიქვით, რომ 9 აპრილს უნდა დაიწყოს და დამთავრდეს ყველაფერი, ან კარგად ან ასე ხდება დეკლარირება ბატონო ზურაბ. ეს ჩვენი აღქმის უნარის ფანტაზიები არ არის. ყოველთვის დღეს შეხვედრები გქონდა და ამ შეხვედრების გამოჩნდა, რომ თქვათ 9 აპრილის სწორედ დასაწყისი არა და დასასრული. თუმცა გეთანხმები თქვენ, რომ მათი დეკლარაციებიდან უფრო მეტად ისე ჩანდა, რომ დასაწყისიც და დასასრულიც უნდა გამختارიყო 9 აპრილი ახლა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თქვათ აი ამ 9 აპრილის საკრალიზაციის და რომ ამ დღეს ჩვენ არ უნდა გადავრჩეთ, არ უნდა დავიღუპოთ 9 აპრილი იქნება დასაწყისი, შეიძლება მოხდეს არა 9 აპრილს, არამედ შეიძლება 11, შეიძლება 15 აპრილს, ან შეიძლება მაისში. მთავარი ამოცანა არის, რომ ეს უგუნური, ლაჩარი და მოღალატე ხელისუფლება სააკაშვილი და მისი გარემოცვა ხელისუფლებას ჩამოაშორეთ. ვისთან მიდის კონსულტაცია ბატონო ზურაბ, აი თქვენ ძანებთ კონსულტაციების შესახებ. რომ დღესაც ვისაუბრეო, ანუ თქვენ იღებთ ამ კონსულტაციებში მონაწილეობას და თქვენ იღებთ რაღაცა კონკრეტული ჯგუფისგან. დღეს გქონდა შეხვედრები, არ გვისაუბრე იმაზე, რომ ამაზე საჯაროდ გვესაუბრა და ამიტომ შესაბამისად. თუმცა თქვენ წამოგცდათ მაინც და თქვით, რომ კონსულტაცია იყო. ეს იყო 9 აპრილთან დაკავშირებით, ეს იყო ალიანსის მონაწილეობის კონსულტაცია. ანუ გაერთიანებულ ოპოზიციასთან. გაერთიანებულ ოპოზიციის წარმომადგენლები. ბატონო ზურაბ, რაკენი ახსენეთ თქვენ და ვიდრე ჩვენ გავწდებოდეთ ამ თემას, მინდა დავუბრუნდებ, თქვენ უფრო გეცოდინებათ. იყავით რა ხელისუფლებაში ძალიან დიდხანს, ვისი ინტერესი სადდევს, რომელი უცხოური ფირმის უკან ვინ დგას, ეს რაკენი თუ შეიძლება გითხრათ რა ფირმაა? ასე ადვილად თქვათ ინტერესების დანახვა მაინც და მაინც ხელისუფლებაში ყოფნით არა შესაძლებელი, მაგრამ რაკინის შემთხვევაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ თვითონ გააკეთეს თვითლუსტრაცია. სულ მე მგონი ერთი კვირის წინ მოხდა ეს ამბავი, როდესაც ჯოზეფ კეიმ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ მიყიდა იმედის 90% რაკინს, რომელიც არის რასელ ხაიმას სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტო, როგორც მოგეხსენებათ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ტელევიზია არც მანამდე იყო ჯოზეფ კეის ხელში, რეალურად ეს თავიდანვე სააკაშვილის და მისი გარემოცვის ხელში იყო და არც რაკინის, თქვათ, მიერ 90%-ის ყიდვის შემთხვევაში გადადის ვინმე სხვა ხელში. ისიც კარგად ვიცით, რომ იმედი საერთოდ არ არის, თქვათ, საინვესტიციო პროექტი, იქ ფული არ კეთდება, იქ ფული იხარჯება და იქ დახარჯული ფული ხმარდება ხელისუფლების შენარჩუნებას. თქვენ როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრის დანამდვილებით შეგიძლიათ გითხრათ, რომ ესეც ჩვენებად მოეხსენება მთელს ჩვენს საზოგადოებას და ჩემთვის ჯოზეფ კეის პრესკონფერენცია იმ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც მე დამატებით მაგდა, რომელზეც ახლა გვისაუბროთ, ბევრი დრო არ დაგვჭირდება, ნიშნავს თვითლუსტრაციას, რომ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ გამოგვიცხადა, რომ ხო, ეს ჩემი პროექტია, რაკინი ჩემი პროექტია, მე ვარ ამ პროექტის პარტნიორი და თქვენ საერთოდ ბოდიშ ვიხდით და ფეხებზე მკიდიხარ და ესეთი თავხედური განცხადება იყო ეს დღეს გაკეთებული. ამის მერე მე გამახსენდა მთელი იგი მოვლენები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ხდებოდა საზოგადოებას მე მქონდა ამაზე პრესკონფერენცია, სადაც წარუდგინე ლადო გურგენიძის, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მიწერილი წერილი, ფოთის სპორტის პრივატიზაცია მიმდინარეობდა მაშინ და ორი მთავარი კონკურენტი იყო დარჩენილი დუბაი ვორლდი ერთი მხრივ და რაკინი სწორედ მეორე მხრივ. ერთიც და მეორე სხვა შორის გაერთიანებული არაბეთის საემიროების ემირატებია, ერთი ქვეყნის სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტოებია ორივე და რომ წარმოვიდგინოთ და შევადაროთ საქართველოს ეს ისეთივე შემთხვევაა, თქვათ დუბაი ვოლდი და რაკინი ერთმანეთს რომ შევადაროთ პორტში, ესეთ შემთხვევა ქართველები რომ ყიდეთ ღვინოს და კახურის საფერავი კი არ გავყიდოთ საბოლოო ჯამში, არამედ აჭარული იზაბელა და ამით თქვათ თავს ვიწონებდით. იმდენად დიდია, უფრო მეტიცაა პრინციპში განსხვავება პორტებს და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს რაც შეეხება. ესა წერილი, რომელიც მაშინდელმა პრემიერმა ლადო გურგენიძემ მიწერა დუბაი ვოლდის წარმომადგენელს სამირ ჩატურედის, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა უშუალოდ და პრაქტიკულად ამ წერილით მას შესთავაზა, რომ შემდგომ ასე ვთქვათ კონკურსში მონაწილეობა აღარ მიეღო, იმიტომ რაღაც მიდიოდა მოლაპარაკებები ორივე მხარესთან და პრაქტიკულად უთხრა პირდაპირ ამ წერილით, რომ ვთქვათ ჩვენ პრაქტიკულად არჩევანი გაკეთებული გვაქვსო. მე ამით აღშფოთებულმა პრემიერი დახშფოთებულმა არ დავმალავ, მივედი პრეზიდენტთან იმავე დღეებში, ეს არის შარშანდელი წლის დასაწყისი დაახლოებით, აი ვთქვათ იგივე დრო რაც ახლა 1 წლის წინ და ვესაუბრე ამაზე, რომ აი რა ხდება
რა ხდება, რას აკეთებს შენი პრემიერ-მინისტრი და აღმოჩნდა რომ და მე მეგონა უბრალოდ რომ ეს იქნებოდა ეს იყო ლადო გურგენიძის თვითშემოქმედება ეს ლადო გურგენიძის თვითშემოქმედება არ აღმოჩნდა არ ყოფილა თურმე ეს იყო თვითონ უშუალოდ სააკაშვილის დავალება სააკაშვილმა პირდაპირ მითხრა რომ ჩვენ დუბაი-ბოლდი არ გვინდა იმიტომ რომ როდის რასიზმიან კაცმა არის იმის მიუხედავად რომ დიდი კომპანია იმის მიუხედავად სხვა ჩვენს ბევრად უფრო უკეთესი წინააღმდება ჰქონდა ჩვენ რაკინდან ურთიერთობა გვირჩევნია იმიტომ რომ ჩვენ მასთან სხვა ურთიერთობები გვაქვს და ისინი აუცილებლად გააგრძელებენ ინვესტიციებს ახლა მაშინაც აღშფოთი მართლა რომ გითხრათ მაგრამ მე ჯერ კიდევ მეგონა სხვა ურთიერთობებში იგულისხმებოდა სხვა რამ და არა ვთქვათ უშუალო პარტნიორობა და ის რომ ეს უშუალო პარტნიორობა ეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჯოზეფ კეის პრესკონფერენციით და იმით რომ იმედი ფორმალურად იქნება რაკინის ხელში თქვენ წარმოგიდგენთ თქვენ ჩვენურად იცით იმედი რამდენად მნიშვნელოვანი აქტივია მთავრობისთვის ამით პრაქტიკულად იმედის ხელში ჩაგდებით მათ მოახერხეს ხელისუფლების შენარჩუნება ერთხელ მეორეჯერ და ნუ ახლა იგივე საპირებენ ახლა თუმცა მას ვერ შეძლებენ მაგრამ ამის გარდა აი საკითხი რაც თქვენ გადაცემის დაწყებამდე მითხარით მკითხეთ მაგრამ რაკინი არის იმავდროულად ეს მინდა იცოდეს საზოგადოებამ სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტო და წილში მასთან ჩაჯდომამ სადაც ადვილი არ არის იმიტომ რომ იმას თავის რაღაც დოკუმენტები აქვს წარსადგენი თავის ხელმძღვანელობასთან უშუალოდ ამიტომ რაღაც მეორე მხრიდან ფინანსური მონაწილეობა მაინც სავალდებულოა და ჩვენ ვლაპარაკობთ რა მასშტაბის პროექტებზე რომ წარმოვიდგინოთ ეს არის Uptown თბილისი რომელიც დაახლოებით $1 მილიარდი ინვესტიცია ეს არის თბილისი ჰეიტსი რომელიც დაახლოებით $9 მილიარდი ინვესტიცია ეს არის თელერიგის სამშენებლო კომპანიები რომელიც თქვა რამოდენიმე ასეული მილიონი $-საა და იმაზე არც ვილაპარაკოთ ეს არის ფოთის პორტი და თავისუფალი ეკონომიკური ზონა დაახლოებით $3 მილიარდი ინვესტიციაა და ეს არის იმედი რომელშიც ფული იქეთ უნდა დახარჯოს ეს არის სახელმწიფო პროექტი ანუ თქვენ ბრძანებთ ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის ჯიბე შეგიძლიათ ეს დაადასტუროთ პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი გარემოცვის ასე ვთქვათ ფინანსური მონაწილეობის გარეშე ისინი ასე ადვილად წილში ვერ ჩაჯდებოდნენ ამიტომ ჩვენ როცა ჩავატარეთ პრესკონფერენცია ჩვენ მოვითხოვეთ ორი რამ რომ პირველ რიგში რაკინმა გამოაქვეყნოს ფორმალური პარტნიორები ქართველები რომ ჩვენ უფრო უკეთესად დავინახოთ ვთქვათ რეალური პარტნიორების სახე ფორმალური პარტნიორების უკან ეს პირველ რიგში და მეორე ამდენი ფულის გაკეთება და საუბარი არის რამოდენიმე ასეული მილიონ $-ზე საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ შეარაღების შესყიდვაში და როდესაც თავის დროზე 2007 წლის ბოლოსკენ ზაფხულიდან მეორე ნახევარში უფრო სწორად როდესაც მათ შორის კავკასია სხვები მათ შორის ჩემთან ბევრი ადამიანი საუბრობდა რომ იარაღის შესყიდვაში დაიწყო ფულის კეთება სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ მე არ მჯეროდა მართლა რომ გითხრათ უფრო მეტიც ამას წინათ ვეუბნებოდი ერთ ჩემს მეგობარს დოკუმენტი რომ მოეტანა ვინმესგან გადაღებული სურათი ნამდვილად ამას ალბათ მაშინ არ დავიჯერებდი იმდენად წმინდა მეგონა მე სააკაშვილისთვის თქვა თავდაცვა და ტერიტორიული როდესაც მეხვედით თქვენ რაკინთან დაკავშირებით შეკითხვით, როდესაც გაარკვიეთ რომ გურგენიძის თემა იყო თემა. პრემიერი აღარ ვიყავ, როდესაც შეკითხვით მივედი, იმიტომ რომ ხელისუფლების წარმომადგენელი. ხელისუფლების წარმომადგენელი როგორ ვიყავ, პრემიერი აღარ ბრძანდებოდა. ამ დროს ბიზნესში ვიყავი, უბრალოდ არ არის მაინც ეს თქვენი განცხადებები დღეს. დაგვიანებით თქვენ ერთი წლის წინ ბრძანდებოდით პრეზიდენტთან და დღეს აკეთებთ აი ამ განცხადებებს. დიახ, არა. იქნება არ მისულიყო ახლა მის საქმე თავის დროზევე რომ ყველაფერს თავის სახელი დარქმეოდა ხელისუფლების წარმომადგენელი. არა, თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ, თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ, თუნდაც და უბრალოდ ვალდებულიც ხართ მცირეოდენი ეჭვის შემთხვევაშიც დასვათ ეს შეკითხვები, ეს თქვენი პროფესიაა, თქვენ ჟურნალისტი ხართ. მე იმ დროს როდესაც ეს ამბები ხდებოდა ბიზნესში ვიყავი და პოლიტიკაშიც აღარ ვიყავი უკვე საერთოდ და მაინც და მაინც კამერების წინ ან თქვათ მიკროფონის წინ საერთოდ არ ვჩნდებოდი ეს ერთი ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ თუნდაც დღეს ან თუნდაც გუშინ ან როგორც ბიზნესმენს ან როგორც დღეს პოლიტიკოს ან თქვათ მანამდეც პოლიტიკოს მე არ შემიძლია ახლა არ მაქვს უფლება თქვენსავით თქვათ უსაფუძვლო ეჭვის შემთხვევაში ამ საკითხის დასმა. მე ამ საკითხზე ვსაუბრობ მას შემდეგ რაც ჯოზეფ კეიმ ჩაატარა პრესკონფერენცია და პრაქტიკულად მოხდა თვითამთავრობის თვითილუსტრაცია რომ ჩვენ ამ პროექტის თანამონაწილეები ვართ. თქვენ ბრძანებთ რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თქვენ არ გიჩნდებოდათ არანაირი ეჭვები, არანაირი შეკითხვები ხელისუფლებასთან. ინტერესებთან დაკავშირებით. მე ეჭვები და შეკითხვები მეჩნდებოდა ბევრ ამასთან. კალმაქს ჰქონდა ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი და ცნობილი გამონათქვამი
ყველაფერი დააყენა ეჭვის ქვეშ. მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში 44 წლის განმავლობაში ამ ყოველ შემთხვევაში ვთქვათ მას შემდეგ რაც მახსოვს მე ჩემი თავი პრაქტიკულად ბევრ რამეს ყველაფერს ვაყენებ ეჭვის და კითხვით ნიშნის ქვეშ, მაგრამ იმისათვის რომ მე ამაზე ვისაუბრო, მე უნდა მქონდეს ბევრად უფრო საფუძვლიანი ეჭვი ან დოკუმენტთა ერთობლიობა, რომელზეც ამ შემთხვევაში მე თქვენ გესაუბრებით. იყო ამის საშუალება რომ გესაუბროთ, როდესაც ხელისუფლებაში იყავით? თუ საჭიროდ ჩავთვლიდი და თუ ამის საფუძვლიანი ეჭვი მექნებოდა, მე ამაზე ვისაუბრებდი კიდევაც, მაგრამ უფრო მეტიც მე მინდა გითხრათ, რომ თავის დროზე, როდესაც მე პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ასეთი თქვათ მოვლენების დაბლოკვა შემეძლო ყველაფერთან ერთად და ხშირად მომხდარა, თუმცა ამაზე ახლა საუბარი არ მინდა, იმიტომ რომ ცდილობები იყო, მაგრამ არ მოხდა ეს ცდილობები ბოლომდე არ მივიდა, ეს თქვათ ეს მე არ დაუშვი, შესაბამისად ეს არც მომხდარა და რაც არ მომხდარა საუბარი არ მინდა. როგორ ფიქრობთ, არსებობს რაიმე ესეთი ტიპის დოკუმენტები, თქვენი ხელმოწერით, რომელიც შეიძლება ამოიღონ ისე როგორც თქვენ ამოიღეთ ლადო გურგენიძის ხელმოწერილი დოკუმენტი და დაგიდონ წინ და კითხონ რატომ მოხდა ასე. ჩემი ხელმოწერილი დოკუმენტი არის უამრავი, რომელთა ამოღებაც შეიძლება ბუნებრივიანების მიერ დროს. ასეთი დოკუმენტები ბუნებრივია ბევრია. არ არის არც ერთი დოკუმენტი, რომლის შინაარსის ან გადაწყვეტილების ახსნა მე არ შემეძლოს. არის თქვენიცით ბევრი ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც პრემიერ-მინისტრის, რომელიც შეიძლება თქვენში ან საზოგადოების სხვა წევრებში იწვევდა კითხვებს, შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე კვლავ დარწმუნებული ვარ დღესაც, დღევანდელი გადასახედიდანაც იმ გადაწყვეტილებების ისტორიაში, რომელზეც მე ხელს ვაწერდი, რაც შეეხება მაკომპრომიტირებულ დოკუმენტებს, ახლა თქვენ დამიჯერებთ იმას, რომ ასეთი რომ იყოს, ის უკვე დიდი ხანია იქნებოდა უკვე გამოქვეყნებული. ბატონო ზურაბ, მინდა გითხოთ, საიდან აქვს ფინანსები თქვენს გაერთიანებას? ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ზურაბ ნოღაიდელი ძალიან სასურველი პარტნიორია ნებისმიერი გუნდისთვის დღევანდელ ოპოზიციაში, იმიტომ რომ მას აქვს ფინანსები. რაც შეეხება ახლა ამ შემთხვევაში თუ ჩემზეა კონკრეტულად საუბარი, გუშინ დაინტერესდა თურმე პარტიების დაფინანსებით პრეზიდენტი, თუმცა პირველ რიგში ბუნებრივია მან პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვებს, რომელზეც მე და თქვენ დღეს აქ ვსაუბრობთ, თვითონ უშუალოდ მართულ პარტიას საიდან აქვს ეს ფინანსები და მან როგორ მოახერხა ამ ასეულობით $1,000,000 ჯიბეში ჩადება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ღალატი, განსაკუთრებით როდესაც ეს ხდება იარაღით შეწყდაზე, მე ამას სხვა შეფასებას ნამდვილად ვერ მივცემ. ან თქვენ გაქვთ ამის დამადასტურებელი საბუთები, რომ ეს იყო იარაღით შეწყდა? ეს ამ დამადასტურებელი საბუთები თვითონ წარმოადგენა ჯოზეფ კეის პრესკონფერენციით და ახლა ბუნებრივია სხვა დამადასტურებელი საბუთების მოტანაც შესაძლებელი იქნება მას მერე რაც სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავა. მეორე მოთხოვნა სხვა შორის მე დამავიწყდა კიდევ კარგი რომ ეს შემახსენეთ, რომელიც მე დავაყენე ასევე დღის წესრიგში, რომ გამოქვეყნდეს იარაღის შესყიდვის ყველა კონტრაქტი, რომ ჩვენ ვნახოთ რა ვიყიდეთ, რა იარაღი ვიყიდეთ და თუ ვიყიდეთ, რატომ არ გამოვიყენეთ შესყიდული იარაღი, მაგრამ ომის დროს $2,000,000,000 შეარაღება შევისყიდეთ ჩვენ აი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და იმისთვის ვიყიდეთ ეს იარაღი, რომ თუ ომი იქნებოდა, გვეომა და იარაღი სწორედ ომში გამოგვიყენებინა და ჩვენ ომში არ ვიომეთ. ამას გულისხმობ მე, როდესაც ვსაუბრობ ღალატზე. ახლა ეს ფინანსებს ხო არ მიუბრუნდეთ თუ გინდათ ამ საკითხი დავაგზავნოთ? აუცილებლად რომ გითხოთ, საიდან აქვს ზურაბ ნოღაიდელს ფინანსები და საიდან აქვს პარტიას ფინანსები? რა ფინანსები აქვს საერთოდ? რაც შეეხება ესე იგი ჩემს ფინანსებს, ეს ალბათ ყველაზე უფრო საინტერესო თემა. მე ყველაფერი ჩემი ყველა შემოსავალი და ქონება ბუნებრივია დეკლარირებული მაქვს. მას შემდეგ რაც მე წამოვედი მთავრობიდან 2007 წლის ნოემბერში, ახლა ბუნებრივია და გადავედი კერძო სექტორში, მე უკვე აღარ მქონდა სახელმწიფო ხელფასი, არც რაოდენობით და არც შინაარსით. იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც მე ბიზნესში ვიყავი, ალბათ ქართველებს შორის მქონდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანაზღაურება, შესაბამისად ის ერთი ნაწილი დაახლოებით $1,000,000. დიახ. და შესაბამისად იმის ერთი ნაწილი და ამის გარდა კიდე სხვა მთელი რიგი პრივილეგიები. ამის გარდა ასე ვთქვათ დეკლარაცია შევსებული მაქვს 30 აპრილს შარშან. ახლა მოდის ახალი ასე ვთქვათ დეკლარაციის შევსების ვადა, ამასაც შევავსებ აუცილებლად და საზოგადოება დეტალურად გაიგებს თუ რა შემოსავალის პატრონიც რაც შეეხება იმას თუ ვთქვათ კონკრეტულად ვთქვათ ვინ ქართველები მონაწილეობენ
ჩვენი თანამოქალაქეები ალბათ მნიშვნელოვანი დაზუსტება მონაწილეობენ თქვათ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის დაფინანსებაში, ახლა ბუნებრივია ამ წყაროებს მე ნამდვილად არ გავცემდეს მით უმეტეს რესურსებს მზადხართ რომ ჩართოთ პოლიტიკაში მთლიანად საკმაოდ დიდი თანხა დაასახელეთ რესურსების დიდ ნაწილს ჩემი პირადი რესურსების დიდ ნაწილს მე მოვახმარ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის აუცილებლად ბადრი-ბატარგაჩილმაც ეს განცხადება გააკეთა თავის დროზე რომ თელ ჩემს რესურსს მოვახმარო ოპოზიციურ და ბადრი-ბატარგაციშვილის უკაცრავად ამ შედარებისთვის ფატალურ შედეგებს არ გულისხმობდა ჩემი რა თქმა უნდა შეკითხვა ფატალურ ფინალზე ბატონო ზურაბ ვიდრე გაგიშვებდეთ სტუდიიდან ძალიან მინდა ჩვენს მაყურებს ძალიან მოკლედ უთხრათ თქვენი პროგნოზი ლარის კურსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არის ძალიან დიდი შეშფოთება საზოგადოებაში, იმიტომ რომ წავიდა უკვე ლარის კურსი ზემოთ და ამბობენ რომ თითქმის 1-2-თან შეიძლება გახდეს დოლართან სულ რაღაც ნახევარ თვეში. ჩემი აზრით ლარის კურსის ზე თქვათ პროგნოზების გაკეთება და ამ თემით სპეკულაცია ნამდვილად არის. სპეკულირებისთვის არა რეალისტური პროგნოზების თვალსაზრისით მინდა რომ გითხოთ. რეალისტური პროგნოზის გაკეთებაც არ ღირს, იმიტომ ეს თემა რომელზეც საერთოდ არ ღირს პროგნოზების კეთება, იმის გამო რომ მე რომ ახლა დღეს თქვა რომ 2 იქნება, ხვალ შეიძლება მართლა 2 იყოს და ამის გაკეთება ნამდვილად არ მინდა. ახლა მე ნამდვილად არ მაქვს არანაირი სურვილი თქვათ ამ თავრობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც დაიქცეს და ამ თავრობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თქვათ შემოსავალი დაიკარგეს ტყუილუბრად, მაგრამ ერთი რამ თქვათ თვითონ მიზეზი ამის არის საკმაოდ ნათელი. ქვეყანაში დაახლოებით კი არა, ზაფხულამდე უფრო მეტი ფული შემოდიოდა, უფრო მეტი ვალუტა შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა, შესაბამისად იყო წნეხი ლარის გამყარებაზე. ომის შემდეგ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინება პრაქტიკულად შეწყდა და შესაბამისად უფრო მეტი უცხოური ვალუტა გადის, უფრო მეტია დოლარზე მოთხოვნა, შესაბამისად ლარის გაუფასურება ეს არის ასე ვთქვათ გარდაუვალი საკითხი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რაღაც ნიშნულებზე სპეკულაცია ნამდვილად მიმაჩნია არასაჭიროდ და სანამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არ შეიცვლება და სანამ საქართველოში ინვესტიციები კვლავ არ დაიწყებს შემოდინებას და ეს ამ თავრობის ხელში არის სრულიად გამორიცხული, ლარის კურსის დევალვაცია არის გარდაუვალი და ფინანსის ბოლო შეკითხვა, რომელიც ძალიან მარტივი და ესეთი სქემატური ერთ სიტყვამ პასუხს ითვალისწინებს, გიქნებოდ პრეზიდენტობის ამბიცია. რომ დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. მე მაგითხვაზე ვერ ვპასუხებ ერთი სიტყვით, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ დღევანდელი საპრეზიდენტო სისტემა შეიცვალოს აუცილებლად საპარლამენტო რესპუბლიკი, ჩვენ უნდა დავანებოთ თავი ბელადომანიას, ბელადემა ვერ გაამართლებს, ჩვენ გვჭირდება ბევრი ლიდერი, ჩვენ უნდა გადავიდეთ ერთპიროვნული მმართველობიდან კოლექტიურ მმართველობაზე, უფრო მეტიც ალბათ ეს კოლექტიური მმართველობა არ იქნება ერთპარტიული, არამედ იქნება მრავალპარტიული, კოალიციური და ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ ამ როლებისთვის, ერთმანეთთან თანამშრომლობის და ქვეყნის განვითარებისთვის. ან თქვენი ხელმომავალი საქართველოს აღარ ითვალისწინებს საპრეზიდენტო ინსტიტუტს. საქართველოში აღარ იქნება მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, კიდევ ერთი ბელადი და სააკაშვილთან ერთად უნდა დამთავრდეს საქართველოში ბელადომანიაც, კლანებიც და რაც თავარია ბელადებიც. და თქვენ ფიქრობთ რომ აი ამ განცხადების გაკეთება არ დაგვიანებიათ? პოლიტიკური, აი რაც ახლა თქვით რომ უნდა დამთავრდეს ბელადომანია, უნდა რაც ვისაუბროთ თქვენ ნახევარსაათს განმავლობაში დაახლოებით. ხომ არ დაგაგვიანდა თქო ცოტა მინდა გითხოთ, ხომ არ ნანობთ რომ ცოტა გვიან მოგივიდეს პოლიტიკური განცხადებები. ახლა მე არ შემიძლია ახლა ასე საუბარი თქვენ როგორც ამბობთ. ახლა შეიძლება თქვათ დღევანდელი გადასახედიდან ბევრი რამ თქვათ ბევრად უფრო სხვანაირად ჩანს, მაგრამ ჩვენ თქვათ როცა დრო გადის, ყველა ბევრად უფრო ჭკვიანები ვარ თქვათ ვიდრე თქვათ თავის დროს. თქვათ მე პოლიტიკაში ვარ უკვე 20 წელია, აქედან წინა 19 წელი დასაწყისის გარდა 99 წლის გარდა ასე ვთქვათ ვარ არასაჯარო პოლიტიკოსი უფრო მეტად არამედ ტექნოკრატი და მენეჯერი. ახლა მე ამ 20 წელს ვეღარ შევცვლი მე ვაკეთებდი წელიწადის შეცვლაზეა საუბარი როგორც ვიქცეოდი შესაბამისად ამ ბოლო ერთ წელიწად ნახევრის განმავლობაშიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ საქართველოში იქნება კონკურსი იმაში თუ ვინ როდის რა თქვა მე ამ კონკურსში წარმატების არანაირი შანსი არ მაქვს იმიტომ რომ არის ბევრი ადამიანი საქართველოში რომელსაც ბევრად უფრო მეტი ულაპარაკია ჩემზე და ეს თქვენაც კარგად იცით და ჩვენმა საზოგადოებამაც მაგრამ თუ იქნება შეჯიბრი იმაში თუ ვინ რა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის მე ამ კონკურსში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და წარმატების და გამარჯვების საკმაოდ დიდი შანსი მაქვს ჩვენ არჩევნებს აუცილებლად მოვიკებთ. დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. ეს გახლავთ პროექტი უცნობი კავკასია, რომელიც გემშვიდობა თხოვამდე 20 საათსა და 30 წუთამდე ნახვამდის. დიდი მადლობა. კარგად სამდებოდეთ. ეთერში იყო გადაცემა
უცნობი კავკასია.